დაბადების დღის თარიღს ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ მეთანხმებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, არაერთი ადამიანი არსებობს, რომელსაც ეს თარიღი არ უყვარს. და მის მოახლოებას დღესასწაულო განწყობასთან არ ასოცირდება, ერთ-ერთი მათგანი მე ვარ ასეთი, რამდენად აუცილებელია ყველას გვიყვარდეს საკუთარი დაბადების დღე და როგორ ვეცადოთ უარყოფითი განწყობის პოზიტიურად შეცვლა. აი ამ საინტერესო ამბით და რეკომენდაციებს მოვისმენთ ახლა ჩვენი სტუმრისგან, ფსიქოთერაპევტ ლალი ბადრიძისგან, დილამშვიდობის ქალბატონ ლალი. რომელიც შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში, დილამშვიდობის. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოგზანებისთვის. ყოველთვის საინტერესო ხოლმე თქვენთან საუბარი და თან იმ თემაზე, რომელიც მაწუხებს, ოღონდ მაწუხებს წელიწადში ერთხელ, როდესაც მოდის ხოლმე ჩემი დაბადების დღე. არ ვიცი ეს რის სიბრალეა. რაღაცებს კი ვუკავშირებ და ჩავშლი ამას თქვენთან ერთად ამ მიმართულებასაც, თუმცა პირველი რაც მახსენდება, რომ აი ყურადღების ეპიცენტრში რო ვეხვევი, ხო, მიუხედავად ჩემი არჩეული პროფესიებისა, გაგიკვირდება და რაღაცა უხერხულობას მიქმნის ეს, რომ არ ვიყო ტრაფარეტული მადლობის გადამხდელი. და ვცდილობ ხოლმე რომ ყველას იმ გულით რა ემოციაც მათგან მოდის ის დავუბრუნო, მაგრამ ეს მე ისე ღლის და ისეთ რაღაცნაირად აი რაღაცა ქერქს მიკეთებს გარშემო, რომ არ მსიამოვნებს და რა ვქნა ეხლა უკვე თქვენ უნდა მითხრათ, როგორ შევიყვანო ჩვენი დაბადები. ვიცი რა, როცა არ გსიამოვნებ, შენ უფლება გაქვს არ გსიამოვნებდეს ეს და უფლება გაქვს ისეთი დაბადების დღე ვაბა რა და ისეთი დაბადების დღე გქონდეს როგორიც გინდა. იცი რა, მიჩვეულები ვარ ჩვენ რომ დაბადების სანთლები აუცილებლად უნდა ჩააქრო, ტორტი, მაგრამ მე არ მსიამოვნებს. და ნახე მოლოდინი აქვს საზოგადოებას, რომ ალბათ გეუბნებას, რომ აბა აჩიკო სად იხდი, სად მივდივართ, რას ვაკეთებ? აბა რა შვებით, ეხლა და უკვე აი ასე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ შენ ძალიან გიყვარს მეგობრები, მათთან ერთად დროის გატარება და ყურადღების ცენტრში ყოფნაც, ხო? ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ დაბადების დღეზე არის ზოგჯერ სხვადასხვა რამე იწვევს ამას, სხვათა შორის ამას birthday blues-საც ეძახიან, დაბადების იუბილარის სინდრომი ქვია. და ეს არსებობს დაბადების დღის წინა მოდეპრესიო სიტუაცია. ეს დიაგნოზი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი? ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზია ნახე, როდესაც ბავშვი იბადება, ის აი დედის ორგანიზმში არის კომფორტში, დაცული, მშვიდად და როცა იბადება, უცებ შეეჯახება ამ ჰაერს, ამ ტირის უსიამოვნებას და ეს უსიამოვნო განს და არაცნობიერად ზოგჯერ თავს გვახსენებს ხოლმე. ერთი ეს. მეორე შეიძლება მიზეზი იყოს, რომ ბავშვობაში რაღაცა ისეთი მოხდა ჩემ დაბადების დღეზე, რომელიც არ მესიამოვნა. ან შემდეგ მოხდა, ან ვიღაცას დაავიწყდა ჩემი მოლოცვა, ან დაბადების დღის დროს რაღაცა სათამაშო მომიტანეს, რომელიც იმ წუთას გამიტყდა და მითხრეს, რომ როგორ გაგიტყდა, ან ძალიან ბევრი ხალხი მკოცნიდა და სულ არ მომწონს ეს პატარა როა, რომ ყველა მკოცნით და ყველა მჭკვიტავს, რომ დედა რა ბავშვია და უსიამოვნებასთან მახსენებს. შეიძლება არა მაქვს განწყობა. ერთ-ერთი შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ნახე ზღაპარი როგორც ყოველთვის, მოდი ერთ პატარა ზღაპარს მოვიყვები და მე მოკლედ ერთ-ერთ მებაღეს თავის ბაღში აქვს უკვდავების ვაშლი. და ამბობენ რომ ამ დაბადების დღეზე უკვდავების ვაშლს რო შეჭამო, შენ დაბადებაზე უკვდავი იქნებოდა. ერთ-ერთმა იმპერატორმა გაიგო მოკლედ ეს რომკვდავების ვაშლი ქონია. და ყველაფერი გააკეთა მის რომ დაბადების დღეზე ეპოვა ეს საოცარი ბაღი და მებაღე. და მივიდა მოკლედ თავის დაბადების დღეზე და უთხრა რომ მე მინდა ეს ვაშლი შევჭამო, რომ უკვდავი გავხდეო. იმიტომ რომ დაბადების დღეზე თურმე ამ ვაშლს თუ მიირთმევ, საოცრებები ხდება. მებაღე მოთხრა, კი ეს ვაშლი უკვდავების ვაშლიაო, მაგრამ სხვანაირად მოქმედებსო. ისი არა, როგორც შენ გონიაო და მიდიო შენ თვითონ ნახევ. მართლაც მივიდა ეს იმპერატორი ხესთან, ვაშლის ხომ გამოისხა ეს ვაშლი და ვაშლის ხეს რო შეხედა ეს ვაშლები დახუნდა, ვაშლი მოწყვი და გაახსენდა თავისი ბავშვობა. როგორი ბავშვობა ჰქონდა, რა კარგი იყო, რა ცუდი იყო, ზოგიერთი მომენტი, მთელი წარსული ცხოვრება გაახსენდა. ხა ეს ვაშლი რო ხელში უჭრავს და ჩაკმიჩა, იქნო რომ რა გემრიელი ვაშლია და რა კარგია და გარშემო გამოიხედა და უი რა კარგი სიტუაცია. და ამ დროს გაახსენდა რომ აი ხვალ ეხა აქეთ უნდა წავიდე და სახელმწიფო საქმეებს მივხედო. კი ბატონო. და მიხვდა რომ დაბადების დღის მთავარი არსი რა არის, იცი რომ გადააფასო წარსული,
იცხოვრო აწმყოში, სათხარ, იგრძნო რეალობა და მომავლის გეგმები დასახო. და ეს არის ზუსტად უკვდავება. ანუ ვაშლმა ეს გაახსენა. და ჩვენ დაბადების დღეზე, როცა ცუდი ემოცია გაქვს, აჩიკო, ხო, შეიძლება ისიც არის, რომ წარსულს შეხედე, რამდენი რამე ვერ მოვასწარი. რამდენი რამის გაკეთება მინდოდა. და თან გადის ხორება და კიდევ ერთი წელი დამემატა. ერთი წელი ხო მომემატა და ეხა ხო ვარ აქ, მაგრამ იმდენი რამე მაქვს კიდე გასაკეთებელი, ამას შეიძლება პოზიტიურადაც შეხედო, შეიძლება ნეგატიურადაც. მუშაობ ჩემ თავზე. მუშაობ ჩემ თავზე ყოველ 13 ნოემბერს ვემზადები ხოლმე, რომ არში აბა ეხლა აბა გიჟი მორიელი. არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრები მყავს. არაჩვეულებრივი. აი რა კარგი. დღეს დაბადებული და ის რომ აი 20 წლის მერე 20, 30, 40, 50, 60 უკვე რა არის, აი რო გადადიხარ 30-ის გავხდი და მე 40-ში შევდგი ფეხი. ხვდები რომ რაც უფრო დრო გადის, მეტი დაბადების იმდენი ცოტა დრო გრჩება. იმდენი დრო შეგვიძლია შევირგოთ, ხომ ასე? აი რა ბედნიერება, რომ კიდევ ერთი წელი გვემოვიდა. კიდევ ახალ ამ დაბადების დღეს შევხვდით. თუ იქნები ორიენტირებული მომავალზე, რომ მე რამდენი რამის გაკეთება შემიძლია კიდე და ცოტა გაცვთა ეს სიტყვა, მაგრამ ყველა დღე ვიცხოვრებ ისე თითქოს ის ბოლო დღეა და ყველა დღეს ანუ სრულად ვიცხოვრებ და შევირგებ. იმ დაბადების დღესაც იყავი სევდიანი შენ დაბადების დღეზე. არ ვარ სევდიანი არ ვარ, მაგრამ აი რამჭირს იცით რომ რაზაც ვაკვირდები რომ 45 წლის ვარ და ვერასოდეს ისეთი დაბადების დღე ვერ გადავიხადე როგორიც მინდა. სადაც ყველა მეგობარი იქნება თავმოყრილი და მე ვიქნები ბედნიერი, არ ვინერვიულებ, ხა ის როგორ გაერთო კი არა. როგორ მოვახერხეთ რომ ყველა ერთად შევიკრიბე და როგორ ჩანს გონია რომ აი ყოველ წელს სულ რაღაცას ვფიქრობ და მე ნოემბერი რომ მოდის ხოლმე ხვდები რომ იმას ვერ ვაკეთებ რაც მინდა და ეს არის ჩამსევდის ეს განაპირობებს ხოლმე ამ სევდას ასე მგონია კი ეგეც ერთ-ერთი მიზეზია მეგობრებს ვასიამოვნო, ყველამ კარგად იგრძნოს. არ ვაწყენინო, იმას თუ თხარი, ვაიმე ის როგორ აი მე იმას ალერგია აქვს და სხვანაირი ნაფარი უნდა ის ეს ამასთან ეხლა დიეტაზია ხო? არა, ეს ამას თუ ვეტყვი, იმას ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ შეიძლება ჩხუბი მოვუვიდე. კი ბატონო და ხო ხვდებით არა. არა, ასტრესში ვართ. ხო და ჩემო კარგო, რა უნდა გააკეთო, იცი? აბა საკუთარ თავს მოусმინე რომ მე რამე სიამოვნება შეიძლება სულაც მარტო მინდა წავიდე კაფეში დავждე ერთი ჭიქა ღვინო ავიღო და ჩემთან გქონდეს პაემანი და დაბადების დღე არავითარ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში პრობლემა არ შევქნათ და პირველ რიგში გამახსენდეს რომ ჩემი დღეა ეს და მე უნდა ვიყო ბედნიერი და მოდი სხვების კომფორტზე დემოდე უნდა იტრიალოს დედამიწამ და იმათაც გაიგონ რომ მე ეს მიხარია დღეს და მოდი რა ისე გავატაროთ ეს დღე როგორც მე მინდა ალბათ ესე მარტო როდესაც ვიქნებით უფრო მეტად გვექნება ფიქრისა და გაანალიზების გეთანხმები მაგრამ ვიღაცას არ უყვარს მე მაგალითად მიყვარს მეგობრები აურზაური და სულ შენი არ იყო სულ მინდოდა ესეთი დაბადების დღე ისეთი რაღაც ხვანაირი განსაკუთრებული და 60 წლის მინდოდა რომ გადამეხადა ისეთი დაბადების დღე და სულ ამბობდი 60 წლის იუბილეს გადავიხდი ამერიკაში მე. მართლა ისე მოხდა რომ ვიყავი ამერიკაში და სამჯერ გადამიხადეს დაბადების დღე მეგობრებმა ერთმა სხვაგან ერთმა და ჩამოვედი და ხო ხვდები რომ ვაიმე მარტო მე აქ თბილისში მინდოდა და მომიწყე სურპრიზი. გასული იყო უკვე ერთი კვირა და მეგობარმა წამიყვანა ვითომ სხვა სიტუაციაში და შევდივარ და მთელი რესტორანი დაკეტილი და სავსე იცი, ну ეს იყო ის დაბადების დღე, რომელიც მე არასოდეს არ დავავიწყდება. როცა შენ არაფერზე არ გიფიქრია, არაფერზე არ გიზრუნია და ყველა იყო, იმიტომ რომ აი გვიხარია და რომ ირგებ 60 წელი ძალიან მაგარი ყოფილა. ძალიან მაგარი. კიდე იცი რამდენი დრო, მაგრამ რამდენი დაბადების დღე? მე მგონია რომ როდესაც ესე გულიც რაღაც გვინდა, ის აუცილებლად მოხდება და არ ჩუმელდება განწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა. მადლობა. მასშტაბურს და იმედია ერთ-ერთი სტუმარი მეც ვიქნები ამ დაბადების დღეს. პირდაპირ ეთერში დაიპატიჟე თავი და რანაირად უნდა გითხრა ხა არა თქო. და მეც ვაპირებ მოსვლას არ დავარ. უკვე ტრეში ჩავაგდე. ვარ ჩემთან. აჩიკო ნახე მე და შენ ბავშვებზე ვლაპარაკობთ ხოლმე ხშირად ხო? რომ აი
როგორი დაბადების დღე იქნება ბავშვი და როგორ დავამახსოვრებ. აი ეს განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი. მე დაბადებული ვარ 12 აპრილს და ჩემ დაბადების დღეს ყოველთვის იყო კოსმონავტის დღე და იყო ხოლმე ეს ფეიერვერკები. და დედაჩემი მეუბნებოდა რომ ამასო იმიტომ ისვრიანო რომ თან ჩემი სახლიდან ჩანს რომ შენი დაბადების დღეაო და ისე ჩამრჩა ეს რომ აი დღესაც ეს მგონია რომ ყველას უხარია ჩემი დაბადების დღე. აი ასევეა ჩემ შემთხვევაშიც. თუმცა ვაწყობებ შემდეგ უკიდურესობას რომ ეს მოწყენილობა და და კი არ მაქვს დაბადების დღის მოახლოებამდე ვარ საოცარ ემოციებში ვარდები აბსოლუტურად ყველანაირი რეჟიმიდან და მაქვს აი განსაკუთრებული მოლოდინი არაჩვეულებრივია და ეხლა გვინდა ქალბატონობა პრაქტიკული რჩევა რა თქვენ შეიძლება რომ ამ გარემო პირობებმა მშობლებმა ბავშვობის წლებმა სხვა ადამიანებმა იქონიოს ეგავლენა ასეთ დროს რა თქმა უნდა პრაქტიკული რჩევა თუ მე ვარ სევდიანი ხო აი როგორ შევაყვაროთ ადამიანებს თავისი დაბადების დღე თუ ისე ვიქნები, როგორც მე მინდა, ეს დღე იქნება ჩემთვის ძალიან კარგი. არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცასთან ზეიმია და ის ნახე მარტოა. მისი დაბადების დღე ესეთია და მას ასე უნდა და შეგიყვარდება მაშინ როცა ისე გაატარებ როგორც შენ გინდა და დაბადების დღე როგორც წესი ასოცირდება ხოლმე ცხოვრებაში ახალი ეტაპი როგორც ახალი წელი და გინდა არ გინდა ფიქრობ რომ აბა ეს წელი როგორი მქონდა ეხა როგორ ვარ და მომავალი როგორი მექნება თუ ამას საღად გავაანალიზებ და ერთ-ერთი საშუალებაა დაბადების დღეს დავждდე და დავწერო წინასწრის მადლიერებები რისი მადლობელი ვარ რაღაცა ცუდი მოხდა კარგიც ხო მოხდა არა და როცა კონცენტრაციას ვაკეთებ იმაზე, რომ აი ეს რა კარგი იყო და თან კიდე მაგ წინ ეს ცხოვრება ჩვენიცი რა გვაშფოთებს, რომ ცხოვრება სამწუხაროდ უსასრულო არ არის და რაც უფრო წლები გემატება, მით უფრო იაზრებ ამას. და მით უფრო ხდები, რომ აი რა ცოტა დრო დამჭა, მაგრამ არავინ არ ვიცი. ყველა წუთით დავტკბეთ და დაბადების დღე არის, ნახე, უკვე გამიმართლა მე, რომ ამ დედამიწაზე მოვედი. უკვე ეს არის ძალიან მაგარი რომ მე ვარ ამ ქვეყანაზე და დავფიქრდე რომ ის რაც მაქვს ამითი დავტკბე და კონცენტრირდე იმაზე გარშემო ამ ადამიანებს მოლოცვა არ უნდათ უხარიათ დისკომფორტში კი არ უნდა ჩამაგდონ პირიქით მათ უნდათ რომ გამახარონ მაგრამ ჯერ საკუთარ თავს მოусმინო მე როგორც მინდა რომ ვიყო მე მაქვს უფლება ჩემ დაბადების დღეზე განსაკუთრებით რომ სამყარომ ჩემს ირგვლივ ვიტრიალოს და მოდი ისე იტრიალოს როგორც მე მინდა და არა ისე როგორც სხვებს გავახარებ ვალდებულები ჩვენ არავის წინაშე არა ვართ და ეს დაბადების დღე არის მშობლებთანაც მშობლებსაც ნუ თვლია ხო რომ მონაწილეები არიან შენი დაბადების დღის და ელოდებიან ხოლმე ეხლა ჩემი ისინი განსაკუთრებით წუხან ჩვენს განწყობაზე ჩემ შულს როცა მინდა რომ და ით რა მეგობრებთან ერთად სადღაც მიდიო აბსოლუტურად მესმის რომ მას ურჩევნია წავიდეს მეგობრებთან და წავიდეს თავარია რომ თვითონ იყოს ბედნიერი თავისი დაბადების დღე. ძალიან ბედნიერების შეგრძნებას გავუფრთხილდეთ და რაც შეიძლება მეტი ისეთი გზა მივცეთ რომ ვიყოთ სავსე, იმიტომ რომ მე ხო ამითი ვასულდმუნებთ ერთმანეთს ადამიანები ესეთი კარგი გადამდები ხო არაფერი არა როგორც ბედნიერების შეგრძნება რომელიც ასე დეფიციტშია. ხო? ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენ თავში როგორ ამ გრძნობას რამდენად ვახარებთ. მოდი ესე ვთქვათ და თუ მინდა რომ ბედნიერი იყოს ჩემი დაბადების დღე, ბედნიერი იქნება მარტო იმითიც რომ მე ვარ. და გამიმართლა რომ მოვედი ამ ქვეყანაზე და დავაფასო ის რაც მაქვს. მადლიერება. დავფიქრდეთ, მოკლედ, ვისაც არ უყვარს დაბადების დღე, მე რჩევა მივიღე, აი რა გამოვიტანე ახლა ჩვენი საუბრიდან, ხო? დავფიქრდე იმაზე თუ რა გავაკეთე მთელი წლის განმავლობაში, დავსახო გეგმები, რას გავაკეთებ და შევირგო ყოველი წამი. რადგანაც მე შევხვდი დაბადების დღეს, ნიშნავს იმას, რომ მე კიდევ უფრო მეტი შანსი მომეცა, რომ ამ ცხოვრებაში რამე კარგი გავაკეთე. ეს არის ერთი დღე, როგორც ზღაპრებში ამბობენ ხოლმე, როცა სამი ის არის აქ საათს, წარსული, საწყისი და მომავლის და სამივე ერთი და იგივე ერთნაირად მუშაობს ამ დროს. და გამოვიყენო ეს დრო. კი ბატონო. აი იმისთვის რომ და იმედი მაქვს არჩევ ამ წელს გამოიყენებ უკვე ამ სურვილებსა და მილოცებს სულ სხვანაირად. ასე იქნება? ვეცდები, პირდები რომ ვეცდები. მადლობა, ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენთან საუბარი, არასდროს თუ ამისთვის არ გყოფნის. ბედნიერი და წარმატებული დღე უნდა გისურვოთ თქვენ.